გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეხლა ნახეთ რა ხდება რა. ეს ბოლო პერიოდი ვიდეოებს ვერდებდი, მაგრამ ერთი-ორჯერ გავედი სტრიმზე. ხო და ვინც იცით იმ სტრიმებზე ავკაჩე, ასე ვთქვათ, ლიგა რა და ამ ლიგის აკაჩვასაც ვცდილობდი ამ ორი კვირის მანძილზე, ამიტომ არ ვდებდი ვიდეოებს. მინდოდა რომ ცოტა რთული ჯგუფი ყოფილიყო. ცოტა აზრიანი თამაშები ყოფილიყო რა, მოდი ესე ვიტყვი. ხო და ეხლა კაუჩი პირველ ადგილზე 7 ხელი მოვიგეთ ზედიზე ჯერჯერობით წაგება არ მაქვს 18 გოლი მაქვს განატანი 1 გოლი გამიტანეს და 17 ნუ ეს აღარ ვიცი რა არის მაგრამ ნუ მოკლედ ეგრეა რა რეალს გაუტანეს 6 გოლი და ნუ მოკლედ რეალი ეხლა ანუ ერთი თამაშით ვჯობი ვარ რეალს იმიტომ რომ რეალს წაგებაც აქვს ასევე ფრეაკნა თამაშები და რომას ვეთამაშებით ეხლა და თორცები ჩემზე ნაკლები მოგება აქვს, ნუ წესი ექნება, იმიტომ რომ 7-ში 5 მოგება აქვს ალბათ და თითო წაგება და ფრეი. პლუს ამას ლიგის თასები მინდა რომ ყველა მოვიგო, ეს 74 უნდა გავხადო 100 და ამასთანავე თასები რაც კი არის Dream League-ში ჩვენთან მოკლედ ყველა თასი მინდა რომ კაი ბლომა დავიღო რა. რომ ეხა არა რთული გუნდი, ნუ ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ შემადგენლობიდან გამომდინარე კარგი შემადგენლობა ყავს, მაგრამ რომა არის ასე ვთქვათ, კარგი შეთამაშებული გუნდი რა. პლუს ამას დივიზიონიც არის საკაიფო აწეული და გაძლიერებული, ამიტომაც დაცვაში თამაში ძალიან გამიჭირდება. იმიტომ რომ ძალიან ბლომად არიან დაცვაში. აი, ერთ კაცზე მინიმუმ 3-4 კაცი მოდის რა. იძულებული ვარ რომ პასებით ვითამაშო ყოველთვის. ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს. აზრი არ აქვს რა მოკლედ. აი ამას შეხედე, ხა ერთი კაცი ხო აქვს. აი რაფალიაოზე ეგრევე ორი კაცი დააჭდა, ეგრევე რაფალიაოს. დეიონგს აქვს აი შორეული გასროლები, ამიტომაც ღირს დეიონგი ცოტა შეწუხება მეკარის. შეიძლება ისე მოხდეს რომ გოლი მაინც გავარდეს. ხო და ამ დივიზიონის მერე ალბათ კიდე უფრო გართულდება შემდეგი ტური. რაც მე მაწყობს. და როგორც დავაკვირდი, ანუ ძირითად თამაშებს ეხა კაი გუნდებთან როგორც მადრიდის რეალი, ბარსელონა, ნუ ბარსელონა ის სხვადასხვის ცხრილში არის ბოლოდან თორცდები მესამე თუ მეოთხე ადგილზე. რაც ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ ლამინი ამალ და ისინი კი მყავს, ეხა ბარსას შემადგენლობა ნახევარზე მეტი მყავს, რეალისიც ასე თუ ისე მყავს, მაგრამ რავი, ეგეთი სუსტი ეხა რომ სკამზე არავინ არ ყავდეს ისეთი რომ შეეძლოს ასე ვთქვათ, სკამი რო ათამაშოს. აი მაგალითად, ყავს რობერტ ლევანდოვსკი, აქ რა კარგი პასი გავაკეთე დე ბრუინზე. ეს მომენტი არის გამოსაყენებელი, გინდა არ გინდა. ნახე რამდენი არიან პროსტა დაცვაში ძმა. ანუ აქ რა უნდა ქნა მე აზიარ ვარ. მაგრამ ვეცდები რომ რაღაცა მაინც გავიტანო. აქ დაარტყას მოდი საკას ჯობია დავარტყმევინო, იმიტომ რომ მემარცხენია. და მეტი შანსია იმის რომ კაი გოლი შემოგთავაზოს, მაგრამ აცილა საკამაც. აი აქ ესეთი რომ გაუშვა, არა, ცხრიანისკენ არ წავა ეს ბურთი. ნუ პირველი ტაიმი 0-0, მაგრამ მეორე ტაიმში კილიან მბაპე შემოვიყვან. ძირითადში აღარ და კილიან მბაპე, იმიტომ რომ რაფალიაომ აჯობა სკილებით და ნუ ძირითადად მე ვთამაშობ ავტომატიურ, ასე ვთქვათ, აწყობილ გუნდზე. ვიდრე ჩემით აწყობილზე რა, იმიტომ რომ მირჩევნია რა თავისით, რასაც შემომთავაზებს თამაში, აი ამაზე გულისხმობ. იმ გუნდით ვითამაშოთ, რომ მეც ახლა შემიძლია ისეთი ავაწყო. რომ უფრო კარგად გამომივიდეს ყველაფერი. დღეს ალბათ იქნება ორი მატჩი და არ ვიცი ორი მატჩის ჯამში რა და როგორ მოხდება, მაგრამ ოპა, ახლა გოლი არ მაწყობს მე და ქულების დაკარგვა. ეს ვაფშე რა ლიგა Arsenal Real Madrid 1-0 იგებს. ნუ ხო ეს ჩვენი ლიგაა, მოკლედ ამ ლიგაში მე ხა ქულების დაკარგვა ნამდვილად არ მაწყობს. იმიტომ რეალთან მაქვს 3 ქულით სხვაობა, ანუ ერთი თამაში გამოდის. ეგ 3 ქულა მაგას ნიშნავს. ხო და მე რო აქ ქულა დავკარგვა, ან 2 ქულა ავიღო, ხო რეალი უეჭველი გადამასწრებს. ერთი გოლი რო გავიტანო თან მაწყობს ვაიმე ისე როგორ ვირჩევთ და აქ უკვე ცვლილებების დროა, იმიტომ რომ ისა რა ქვია
შეტევა გასაძლიერია და დაცვა სალიბაში მოვაგდოთ ვან დაიკის ნაცვლად და კუნდე ვათამაშებთ ჰაკიმის ნაცვლად შეიძლება რაღაცა მოხდეს ხო სალიბა შევიძინე კიდე რავი წინა ვიდეოში ალბათ ვიტყოდი მაგას მაგრამ არ მithქვია მგონი სტრიმზე ვთქვი მაგრამ რაც არ უნდა იყოს შევიძინეთ და ვალვერდეზე აქ მიდი რა ვალვერდი ვაიმე არა ძმაო დაცვას ძალიან მაგრად თამაშობენ აქ და კილიან ბაპე ნუ ახლა რა თქმა უნდა ბაპე აქიდან გამმაზველი არა და სხვათა შორის ბაპე ძალიან გამოსწორდა ბაპეს კარდი რაც 83-დან აიწია 99-ზე თუ არ ვცდები თუ 84 იყო არ ვიცი მაგრამ თავიდან კარგად იცით რომ ბაპე იმენა მეზიზღებოდა რავი ყველაფერს აცილებდა ეგ შენი ბაპე და სწორედ მეზიზღებოდა ეხა როჟა ყველაფერს იტანს და ოსმან დემბელი საოცარი მარცხენა აქვს ამასაც როგორც ბუკაიოს საკას ხა როგორ მოვიქცე ხა ნახეთ ხა 1-0-ს ვიგებ რეალ მადრიდი საერთოდ რამდენიც იგებს არც ვიცი არსენალ 2-1 იგებს ნუ არსენალმა რომ მოუგოს მაწყობს რეალ მადრიდს რეალ მადრიდის მეორე და მესამე ადგილი არ მაწყობს არც მეოთხე და მეხუთე ნუ უფრო წაგება მაწყობს რეალ მადრიდის რო აღარ შემხვდება და ეს ვინისიუსი აქედან კაი ჯარიმას შეაგდებს საერთოდ ვერ შეაგდო ვერაფერი ხო და დამიწერეთ კომენტარებში კიდე რა ასე ვთქვათ ვიდეოებს ისურვებდით ნუ ფეხბურთთან დაკავშირებით პესი გამორიცხეთ იმიტომ რომ პესი არის ძალიან სისულელი ჩემი თვის იმიტომ რომ ჯერ აი ისეთი რავი ძლიერები გვხდებიან კაროჩე სულ ის იყო რა ქვია ახალბედა შეგხვდება 100 ლეველიანი აკაუნტები გვხდება და ნუ ეგეთი არის დებილობა რა მოკლედ ნუ დრიმლიგაში სარანაკლებია ონლაინში მაგრამ ეხა აქ ცოტა შედარებით ხოთზე ვარ ხო და იქ მეზარება ეხა ეგეთი ამბები მაგრამ შეგვიძლია დრიმლიგაშიც კაი რაღაცეები მირჩიოთ იქიდან გამომდინარე რომ აქაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია დრიმლიგაში მაგალითად დივიზიონის ლიგაში რო ხელი შემიშალოს რომ პირველზე ვერ გავიდე და ეს მედლები დამაკარგინოთ ეს 74 რაც მაქვს ეგეც შეგიძლიათ და რომას სად ვეთამაშეთ ბიჭო აქ საერთოდ რომა არ არის ძმა აი სად მითამაშე რომასთან საინტერესოა. კაი, მაშინ ლიგის თამაშებში, ეხლა ჩვენ ვეთამაშებით ვისვე ბერგამო. ვეთამაშებით ბერგამოს. რეალ მადრიდი ვის ეთამაშება, ეხლა ეგ მაინტერესებს მე. რეალ მადრიდი ეთამაშება მანჩესტერ სიტის. მანჩესტერ სიტის რომ წააგოს რეალ მადრიდმა. ეგ მაწყობს. ეხლა მე რო პირველ ადგილი განაღდებული მაქვს მაგრამ სამი ქულით მომზდევს კიდევ ერთხელ რეალი ალბათ არ ვიცი არა ხო სამი ქულით მომზდევს იქიდან გამომდინარე რომ ეს მატჩია ასე ვთქვათ ჩვენი ლიგის სადაც მე ვცდილობ რომ პირველ ადგილი მეჭიროს სულ ყოველთვის აი აქ უნდა წააგოს ხა რეალმა აქ რო რეალმა წააგოს ჩათვალეთ განაღდებულია პირველი ადგილი რა იმიტომ რომ იქ მეორე ადგილზე ვინცა ანუ მეორე ადგილზე კიდე მესამეზე თუ არ ვცდები 6 ქულით არის უკან ჩვენზე ჩემზე და რეალზე 3 ქულით რა როგორც რეალია ჩემთან ეხა მაგალითად 3 ქულით იქ ვინ გარბის კარგია რაფა ლეაო და ცილა კაი არაფერი მოკლედ ხო და ლაივები იქნება მოკლედ მოხშირდება ვიდეოებიც მოხშირდება უკვე იქიდან გამომდინარე რომ ცალია უკვე კარგა ხანი მეცლება თან და ვიდეოებიც ხშირად დაიდება ამიტომაც გამოვუშვით თქვენი იდეები ჩელენჯების მხრივ ვიძახი რომ უფრო მოღამი მიეცეს ვიდეოებს თან თქვენს ეხალისებთ მეც ვიხალისებ ცოტა ნერვების მომიშლება მაგრამ ეგ არაფერი მთავარია რომ კარგად გავერთო და ცოტა მოღამით ვითამაშო და რაფა ლეაოს რა კაი დარტყმა მივესალმები და ხო ლოგოს რაც შეეხება ლოგო ეხლა გონი ცუდი ლოგო არ მაქვს და არც ცუდი ფორმა მაქვს რა მაგრამ თუ ვინმეს კაი იდეები გაქვთ ლოგოსთან და ფორმასთან დაკავშირებით შემომთავაზეთ
ოღონ ლურჯი და თეთრფერებში რა, იქნა გამომდინარე რომ სტადიონი მაქვს ნაყიდი ნაღდი ფულით და გარე ვიზუალი ლურჯი აქვს. ამიტომ ვცდილობ რომ ფორმატს ისე დავაწყო რომ სტადიონის ვიზუალს დავამტყვიო რა, გარე ვიზუალზე მაქვს საუბარი და აქ ვაიმე რა შანსი გაუმაზე 100 ხარ просто აქ ცოტა რთული თამაში გველოდება ეხა ინტერის მილანი ესე თუ ითამაშებდა მართლა არ ველოდი იქიდან გამომდინარე რომ ფრენკი დე იონგს აქვს კაი პასები რა ვიცი ეს კარგი პასი იყო ფალიაო დე იონგ არა მოხსნა არ და კარგად გავათამა ცოტა იარი და ბეთი რო გავიტანო იგის მაწყობს მომენტ ოი შანსები გვეძლევა მაგრამ ვერ ვიყენებთ იმედია რეალ მადრიდი მანჩესტერ სიტი 0-0 ეგ მაწყობს მე ფრე მაგათი მაგრამ ჩემი გუნდის ფრი არ მაწყობს რადგან რეალ მადრიდთან ნუ კი ვასწრებ ორი ქულა მომემატება 25 მექნება მაგრამ იმასაც მომემატება ორი ქულა და მომიკლეს კაც ვალვერდე მიდი შენებური ვაიმე აზი ხარ რა გამაზა აუ იმენა ძილს გაარტყა მანდა მაინც ვალვერდე იქ პაპე უნდა ჩავრთო ეხა თამაში რომ ცოტა რაღაცა შანსები გავზარდო შეტევაში რომ ბაპეს იმედი უფრო მაქვს სტრაფი არის ტექნიკური გაროჩე და რომ ლეაოზეც იგივე თქმა შეგიძლია სტრაფი და ტექნიკური მაგრამ დაღლილი ამ შემთხვევაში დაღლილიაო კიდე არა ისეთი საშიში როგორც დასვენებული ნუ მეორე ტაიმში ლეაოს რო შემოჰქონდა ოი ვალვერდის როგორ უწევს დაცვაში თამაში თან ძალიან ხშირად უწევს ვალვერდის დაცვაში ჩამოსვლა რაც ის დაუყენე აქ ლეაო რაც დაუყენე თავდასხმაში აი ძალიან ხშირად უწევს რა იმას ვალვერდის დაცვაში თამაში და აი ეს არ მინდა ფრე არ მინდა იგა მაიცა ორი წამი ბიჭებო ფრე მე არ მაწყობს ამიტომაც ბელინგემი დემბელე დავსვათ და კუნდე ბალდე და სალიბა დავსვათ აუპამეკანოს ნაცვლად მაგრამ ოი რა კაი პასი ეგ არის ბოლო წამზე რითენოლი ლაფარლეაო გაიტანა და გავიდა მალადიც იგიც ეგრე რა კაია თან მაწყობდა ვაიმე აუტი მესამე გოლიც მინდა მიდი რა ბაპე წადი ბაპე ირბინე ზოროსხენი ვიცი ვინისიუსი ვაიმე ხელზე რა ჩარტყ აბა კუთხურიდან თუ ჩახმევა არ გვინდა მეორე შანსი და აფსაიდიო დროზე რატო ვერ ამოვიდა ბიჭო მეთქი პასამდე ამოასწრებს მეთქი მაგრამ აზრი არ ქონდა ვერ ამოასწრო კაი 2-1 ჩვენიერი მატჩი გილოცავთ მოკლედ დღევანდელი ვიდეოსთვის ეს იყო ეს ორი მატჩი შემდეგ ვიდეოებსაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ ამიტომ თქვენი იდეები შემოთავაზეთ რა თქმა უნდა მაინტერესებს ყველაფერი რა იდეებს შემოთავაზებთ რომ ეს თასი არავიდეს 100 და ის ნოლები ყველა გახდეს თითო დაგემშვიდობით მეგობრებო მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ და ნახვამდის